მოგესალმებით, ჩვენ დღეს ვართ ისაუბრეს სტუდიაში და ეს უყურებთ ამ ყველაფერს საზოგადოებრივი სტუდიის ეთერში. ჩვენი ერთგვარი კოლაბორაცია ზოგადად იმ დამოუკიდებელი მედიის, რომელიც ონლაინ მედიის, რომელიც გაჩნდა ბოლო პერიოდში ამ პროტესტის ფონზე და დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან მოძრაობა საქართველოს პულსის წევრები და წარმომადგენლები. და ვფიქრობ ზოგადად პირველ რიგში ეს ძალიან კარგი ამბავია, რომ ეს სამი სხვადასხვა დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, მოძრაობა თუ მედია პლატფორმა იმ ვერთიანდებით და საერთო ინტერესებით მოძრაობს და შეიძლება რაღაც საკითხებზე ჩვენ რაღაც განსხვავებული ხედვები გვაქვს, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმას, რომ ქვეყანაში აუცილებელია რომ ცვლილებები დადგეს, რაც შეიძლება მალე და ვფიქრობ რომ პოზიტიური მოვლენა არის. დღეს სამი სტუმარი გვეყოლება, ასე ვთქვათ, სტუდიაში და 8 ადამიანი ჩაგვერთვება, ასე ვთქვათ, ონლაინ. მე ამ ადამიანებს ერთიანად არ წარვადგენ, თითოეულს მიეცემა ასე ვთქვათ საუბრის საშუალება და მე ეტაპობრივად წარვადგენ თითოეულ მათგანს. და დავიწყებთ ნანა სანდერით, რომელიც გვერთვება გერმანიიდან. მოგესალმები ნანა. ნანა არის ასე ვთქვათ ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი. ნანა არის ცხოვრობს გერმანიაში და ტურიზმის მენეჯერი არის პროფესიით. ნანა, მოგვიყევი ზოგადად ან როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა არის შენი ასე ვთქვათ მთავარი мотиваცია და მთავარი ხედვა და მთავარი გეგმა თუ იდეა ამ მოძრაობის? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობა ლევან თქვენი საქართველოს პულსის გუნდის მოწვევისთვის. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნის იდეაც და მოტივიც არის საქართველოს ქართველი ხალხის და ჩვენი თანამებრძოლი უდანაშაულო პოლიტპატიმრების განთავისუფლება ბიძინა ივანიშვილისგან და მისი რუსული რეჟიმისგან, ისევე როგორც სწრაფად ახალი სამართლიანი დემოკრატიული ქვეყნის აშენება, რომელშიც როგორც საქართველოში მცხოვრებები, ასევე ემიგრანტებიც უნდა ვიყოთ ჩართულები. ასევე ამ მოძრაობის შექმნის აუცილებლობა დამანახა მე პირადად ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველზე მდგომა დარბევებში, ალყებში და იმან რომ ჩვენ არ გქონდა საბრძოლო სტრატეგია, ჩვენ ყველაფერი ხდებოდა სპონტანურად და ნებისმიერ ბრძოლაში დამეთანხმებით უნდა არსებობდეს საბრძოლო გეგმა, სტრატეგია უნდა არსებობდეს და უნდა არსებობდეს ასევე ერთობაც და ქუჩის ბრძოლაშიც კი უნდა არსებობდეს სანდო ადამიანებიც და ლიდერებიც უნდა არსებობდნენ, ვისაც ხალხი ენდობა და გაყვება. და ამ ყველაფერმა ერთად მიმაღებინა გადაწყვეტილება და მიგვაღებინა ჩვენ გუნდსაც გადაწყვეტილება, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნა, რომელშიც ჩართულები ვართ ჩვენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და ასევე საქართველოში მცხოვრებები. ასევე ჩვენი ახლა მთავარი მიზანი არის ის, რომ ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის, ამისთვის ვორგანიზდებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩამოკიდებული რევოლუციისთვის ჩამოკიდებული თარიღი, ასე ვთქვათ, და ეხლა სადღაც თვენახევარი გვაქვს ჩვენ დასაორგანიზებლად, რადგან ეს არის ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაორგანიზებულობას. ჩვენი მიზანი არის გამარჯვება, ჩვენ არ გვინდა, აღარ გვინდა მსხვერპლის როლში ყოფნა, შესაბამისად, როდესაც ემზადები გამარჯვებისთვის, უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, გეგმაც, სტრატეგიაც და რა თქმა უნდა, ხალხის ჩართულობა, როგორც ემიგრანტების, ასევე საქართველოში მცხოვრებების, ძალიან მნიშვნელოვანი არის ხალხის გაერთიანება, ხალხისთვის мотиваციის, საბრძოლო მუხტის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანი არის და ახლა ჩვენ ზუსტად ამაში ვართ ჩართულები, ამისთვის ვემზადებით 4 ოქტომბრისთვის. ჩამოვალთ ჩვენ თავად ჩვენი გუნდის წევრები და ასევე ჩამოვა 4 ოქტომბრამდეც ასობით არა, 1000-ობით ემიგრანტი აპირებს და გეგმავს ჩამოსვლას და ერთად ქართველებმა უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ ვერც ამერიკელები, ვერც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან
მოსახლეობა ვერ გადაგვირჩენს ჩვენს ქვეყანას. კარგია სანქციებით, მნიშვნელოვანი არის. დასავლეთის ხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ქართველებმა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ და ფიზიკური წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აუცილებლობას წარმოადგენს და ამისთვის ვემზადებით ჩვენ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ხო, ერთ დამატებით კითხვას დაგისვამ. თქვენი სახელი გარდა საქართველოს პულსისა, ასე ვთქვათ, თქვენ ქმნით და ახორციელებთ, ასე ვთქვათ, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც ისეთი, თუმცა ამბიციური სახელია და ამბიციური განაცხადი იყო თავიდანვე, როდესაც შენ ეს პირველ ვიდეო ჩაწერე და ეს განაცხადი გააკეთა. ხო, ანუ როგორი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს, ამ განაცხადს შენი მხრიდან, საზოგადოებიდან და ხო, რამდენად მიიღო ისე საზოგადოებამ, როგორი მოლოდინიც ჰქონდა შენ? მადლობა ამ კითხვისთვის. კი, ვიასრებ იმას, რომ მართლა ხმამაღალი განაცხადი იყო, ხმაურიანი, ასე ვთქვათ. როგორ მიიღო, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიიღო. შეიძლება ჯერ ბევრ ადამიანს ვერ მივწვდი, ალბათ რამდენიმე ათობით 1000 ადამიანს მივწვდი, შეიძლება 100,000 იყოს, არ ვიცი, ამის დათვლა არ შემიძლია, მაგრამ როგორც კი ეს ვიდეო დავდე, ეს მიმართვა TikTok-ის საშუალებით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოიტანა ამან, სადღაც 500 ადამიანი არის და აბსოლუტური უმრავლესობა არის ემიგრანტი, რომელიც ასევე აცხადებს მზაობას, რომ შემოუერთდეს ამ სახალხო მოძრაობას, ეროვნულ მოძრაობას და რომელიც იმზადება ასევე ფიზიკურად დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ან მაგალითად, ვინც ვერ ჩამოვა ფიზიკურად საქართველოში აცხადებს მზაობას, რომ იქნება ეს თავდაცვის საშუალებები თუ სხვა რესურსები, რაც სჭირდება რევოლუციას, რაც სჭირდება ამ ბრძოლას, რომ ისინი აიღებენ ამ პასუხისმგებლობას. გამოხმაურება პირდაპირ ვიტყვი იყო ძალიან დადებითი და ვფიქრობ, რომ დიდი პასუხისმგებლობა არის. ერთი არის როდესაც ქმნი პარტიას, ორგანიზაციას, რაღაც ჯგუფს, ესაც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა არის, მაგრამ როდესაც ქმნი ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელმაც უნდა გააერთიანოს ემიგრანტებიც, საქართველოში მცხოვრებებიც და სხვადასხვა პოლიტიკური ღირებულებების თუ იდეოლოგიების მიმდევარი ადამიანები. კი, დიდი პასუხისმგებლობა არის და ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის ავიღე მე ეს პასუხისმგებლობა, ოღონდ რა თქმა უნდა მე არ ამიღია მარტოს ეს პასუხისმგებლობა, აგერ ჩვენი მოძრაობის გუნდის წევრები არიან და ისინიც ამ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ჩემთან ერთად ინაწილებენ, ასე ვთქვათ. კი ბატონო. კარგი, მე გადავალ ანა რაფავასთან, რომელიც ასევე გვერდება და რომელიც ასევე გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი არის. ანა არის ასე ვთქვათ, დიგიტალურ მედიისა და კომუნიკაციის კულტურის მაგისტრი და ვოლდორფის სკოლის პედაგოგიკის მაგისტრი ისტორიის განხრით. ანა, როგორც ვიცი, თქვენს ასე მოძრაობას 9 პუნქტიანი გეგმა აქვს და რას მოიცავს ეს გეგმა, მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ შესახებ? მადლობა შეკითხვისთვის ლევან, მოგესალმებით ყველას. ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც დაფუძნების პროცესშია და რომელსაც ქმნით ემიგრანტები, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები და ასევე საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. მთავარი მიზნები, მოძრაობის მთავარი ამოცანა გაწერილი აქვს, ასე ვთქვათ, 9 პუნქტად, რომლის გარშემოც ჩვენ ყველანი ვერთიანდებით და რომელსაც ყველანი ვიზიარებთ ამ ძირითად მიზნებს და ამოცანებს. ეს არის რუსული რეჟიმის სრული და საბოლოო დასრულება, კრემლის გავლენა, კრემლის აგენტურა უნდა დასრულდეს საქართველოში, იქნება ეს პოლიტიკა, იქნება ეს ეკონომიკა, განათლება თუ სამართალდამცავი სტრუქტურები. ამის პარალელურად ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანი და ამოცანა არის პოლიტპატიმრების დახსნა
ეს ადამიანები წარმოადგენენ ეროვნული მოძრაობის მთავარ სიმბოლოს, არიან ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენ ყველანი ერთად ვიდექით რუსთაველზე და ვიბრძოდით, მათ შორის მეც ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს და ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით საქართველოს გასათავისუფლებლად, ეს ადამიანები უნდა დავიხსნათ და ყველამ ერთად ავაშენოთ უკეთესი საქართველო. ფიზიკური და სამოქალაქო წინააღმდეგობის გაწევა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამის გარეშე ვერ მოხდება რუსული რეჟიმის დასრულება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ადამიანებიც აცნობიერებენ და ხედავენ და იზიარებენ ჩვენ შეხედულებას. არანაირი გარიგება ივანიშვილის რეჟიმთან, არანაირი გარიგება რუსულ ძალებთან ან რუსული ძალების და იდეების გამტარებელ სხვა ინდივიდებთან თუ პოლიტიკურ ძალებთან, აქ ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე და არანაირ კომპრომისზე. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ არის შესაძლებელი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ესეც წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზანს. თავისუფალი სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს რუსული ძალისგან თავისუფალ ქვეყანაში და მასში მონაწილეობის მიღება უნდა შეძლონ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა. 1,5 მილიონი ემიგრანტი ყავს საქართველოს და ამ ადამიანებს აუცილებლად ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გადაწყვეტონ მათი სამშობლოს მომავალი, მისი ბედი და განვითარება. საქართველოს ხედავთ ჩვენ როგორც ღირსეულ პარტნიორს დასავლეთისთვის და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე არის მისწრაფება ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებისთვის. ემიგრანტების ჩართულობა, ამის უზრუნველყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე საქართველოსთვის, არა მარტო ამ ბრძოლაში, რომელიც ჩვენი ყველას ბრძოლაა და სადაც ასევე ფიზიკურად ვჭირდებით ჩვენ საქართველოს და სადაც ფიზიკურად უნდა ჩავერთოთ ყველანი, არამედ ემიგრაციაში მცხოვრები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ცოდნა, მათი გამოცდილება, კომპეტენცია ძალიან ჭირდება საქართველოს და ჩვენი უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ ამის საშუალება, თავდაცვის უნარიანი, სამართლიანი და განვითარებული ქვეყნის აშენება, სადაც დაცული იქნება ინდივიდის უფლება, სადაც დაცული იქნება სამართალი და კანონის უზენაესობა. მშვენიერ, მადლობა. ირაკლი ზარქუასთან გადავალ. ირაკლი არის არქიტექტორი და გეოლოგი. ირაკლი გვერდება, თუმცა ის საქართველოში არის და პროტესტის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მონაწილე არის. ირაკლი, ხო, თქვენი ეს მოძრაობა არ არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტია, თუმცა ნებისმიერ მოძრაობას და ნებისმიერ ადამიანებს, როდესაც რაღაცის ირგვლივ ერთიანდებიან რაღაცა ღირებულებების ირგვლივ. და რა შეგიძლია თქვა, რომ რა არის თქვენი ამ მოძრაობის მთავარი ღირებულებები? დიახ, ჯერ გმადლობთ მოწვევისთვის, რა თქმა უნდა. ეს ღირებულებები საფუძველი ამისი, რა თქმა უნდა, ეს საპროტესტო მოძრაობა იყო, მან დაგვაკავშირა და გაგვაცნო საერთოდ ერთმანეთი. და მთავარი ღირებულება, ჩემთვის პირადად არის სანდოობა და ნდობა სხვა ადამიანის. ანუ ფსონს რაზე ჩამოდის რა, ეხლა გლობალურად, ანუ უფრო ფართო ასპექტში ანამაც და დანამაც ილაპარაკეს. მაგრამ აი ეს ერთეული, ანუ შენ ვის გვერდით შეგიძლია იდგე, ხო, რაზე ჩამოდიხარ შენ ფსონს, ხო, ეს არის ჩემთვის მეორე ადამიანი და რა იწვევს, ხო, მაშინ ნდობას. ნდობას არ იწვევს მხოლოდ ეს ფორმალური რაღაცა ლოგიკური აზრები. ეს უკვე გვაჩვენა, ხო, ამ ჩვენმა საპროტესტო ისტორიამ. მარეხე მიკროფონი გაქვთ, მე მგონი ჩართული და რო გაგიშვით. სიგნალი გვიან მოდის ეხლავე. ხო, არა უშავს.
ხო, ანუ ეს რაღაცა გენიალური აზრები, რაღაცა ეს ფორმალური ლოგიკური აზრები, ეს ყველა მისწავლა იდეაში და ადამიანები, როდესაც უყურებენ, აი მაგალითად ჩვენ დავდივართ რეგიონებში, ხო, ჩვენი ამ ჯგუფის ფარგლებში ასევე სხვა ჯგუფთან ერთად. ხო და იქ უმთავრესად როდესაც ხვდებიან ადამიანები, ხო, იმ დამოკიდებულება აქვთ აი ესეთი ამ პატიმრების შოულებთან ერთად და უმთავრესი ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნა არის რომ გავაცნოთ ეს ინფორმაცია, მოთხოვნა კი არა, სურვილი რომ გავაცნოთ ინფორმაცია და ეს პატიმრის წერილები, ხო? მაგრამ უმთავრესი იქ რაც ჩანს, ხო, შეიძლება გეთანხმება, მაგრამ რაღაცნაირად დაშორებული არის რა შენგან რა, მას თავისი პრობლემები აქვს. ფიქრობს რომ შენ ახლა რაღაცას ეთყვი, წახვალ და შენი პრობლემები გექნება და მეტიც ეს მისთვის ბუნებრივი, ანუ ესე ფიქრობს კიდეც რომ ეს იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ფიქრობს კიდეც რომ ესეც უნდა იყოს რა, რომ სხვა ადამიანის ტკივილი, სხვა ადამიანის გასაჭირი მეორე არ უნდა გაიყოს. ერთმა ინდივიდმა მეორეს. ხო და ჩვენთვის, ხო, ჩვენთვის რამდენადაც იდეალში იქნება ესე, რომ რამდენადაც ჩვენ ძვირფასი ვიქნებით ერთმანეთისთვის, რამდენადაც შეგვიძლია ჩვენი კეთილდღეობის ნატამალი გავიღოთ სხვისი გასაჭირისთვის, სხვისი ტკივილისთვის იმდენად, მხოლოდ იმდენად მივალთ ბოლომდე რა. ეხლა როდესაც მაგალითად ლაპარაკი არის ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაზე. ეს შექმნა ხო ყველას ეხამუშება სიტყვა, ეს უნდა დაიბადოს, ხო? ხო და ამისი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მივცეთ. ის მაგალითი ხო როგორი რამდენად ვიქნებით, ასე რომ ვთქვათ, რამდენად გავამართლებთ იმ აზრებს ჩვენი ქცევით. რა იდეებით ჩვენ გვაქვს. ეს არის და ეს, აი უმთავრესად ძალიან მოკლედ მინდოდა ამაზე ველაპარაკა. იმიტომ ამასთან ერთად, მაგალითად ჩვენთან ამ ჩვენი პროტესტის ისტორიამ აჩვენა გარკვეული პრობლემა ჩვენგანვე კონსტრუირებული რაღაცა ასე ვთქვათ ვერტიკალის. აი ეს ვერტიკალი ყოველთვის რაღაცას ელოდებოდა, რომ ამ პოლიტიკური პარტიისგან იქნებოდა ან სხვადასხვა. მაგრამ აი რაღაცნაირად ორგანულად ჩვენგან არ დაიბადა რა ეს თვითკონსტრუირება ვერ მოვახდინეთ. ამ ბოლო დროს ეს სხვადასხვა ჯგუფების შექმნა ეს რაღაცა ინსტინქტურად აჩვენებს, რომ ამისი სურვილი არის და ეს ხიდები უნდა გაიდოს. რაზე შეიძლება გაიდოს ეს ხიდები, ხო? ნდობაზე, ამ უნდობლობის მართლა რაღაცა მიაღვარში რაც არის, არავის რო არ ემთობა. ხო და ეს არის ის ერთეული, ის რაზედაც ჩვენ ჩამოვდივართ ფსონს და რისთვისაც ბევრ ამას გავრისკავთ ერთმანეთისთვის და სხვებისთვის, ვინ ჩვენ სკვერდით იდგება. ეს მინდოდა მხოლოდ მე. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. შემდეგ მე ალექსი ბალავაძესთან გადავალ. ალექსი არის ეკონომისტი და მარკეტოლოგი. ალექს, აი თქვენ ასე ვთქვათ ეკონომისტი ხართ და ეს მოძრაობა ამ ეტაპზე კონცენტრირდება ცვლილებაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რა მოხდება ამ ცვლილების მერე და საზოგადოებაც, როდესაც აი ლაპარაკობთ და ვეუბნებით, რომ აი საჭირო ცვლილება, ამბობენ აი მერე რა მოხდება, შიში აქვს ასე ვთქვათ ამ მომავლის და ამ ცვლილების. შენ პირადად ან როგორც ამ მოძრაობის წარმომადგენელი როგორ უყურებ, ვთქვათ, რა არის ახლა ეს მოკლედ ალბათ ძნელია ის ფუნდამენტური, რაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რაღაცა უფრო დაჩქარდეს ქვეყნის განვითარება და წავიდეს სწორი მიმართულებით. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და მინდა რომ მოკლედ შევეხო იმ ეკონომიკურ ხედვებს, რაც ჩვენ გუნდს გააჩნია და სწორად ბრძანეთ, რომ ხშირად ადამიანები კითხულობენ, რომ კარგი არ მოგწონს რუსული რეჟიმი, მაგრამ რა იქნება შემდეგ. სწორედ აი ამ კითხვებზე ვეცდები, რომ მოკლედ გიპასუხოთ. შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც სოფლიოში ხდება, საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხე დგას და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რუსული რეჟიმი. ეს არის პირველი რიგის ამოცანა. თუმცა შემდეგ უკვე იმ ქვეყანაში, სადაც 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს, იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია წარმატებული ქვეყანა იყოს და შედგეს და ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე, რეჟიმის ცვლილების შემდეგ აუცილებელია, რომ ძირეული რეფორმები მოხდეს საგადასახადო კუთხით. ძირეული რეფორმები უნდა მოხდეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართულებით, რადგანაც გააჩნდეს ნდობა ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადება შეიძლება, რომ ამ ფულს რომელიმე ჯგუფი არ მიისაკუთრებს და იყვნენ დაინტერესებული გრძელვადიანი პროექტებით. ამასთანავე,
საქართველოს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და იმ ლოჯისტიკური კვანძის ნაწილი უნდა გახდეს, რაც ჩვენ რეგიონში იგეგმება სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ უფრო მეტად ტურიზმი, რაც ერთ-ერთი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ეკოტურიზმს, რადგანაც სწორედ ეკოტურიზმია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სიძლიერე და ეკოტურიზმი ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ პატარა სოფლებსა თუ დაბებში მაქსიმალურად ჩართულობა მოახდინოს ადგილობრივი მცხოვრები ადამიანების ეკონომიკაში და ამ რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობა ერთიორად გაუმჯობესოს. რუსული რეჟიმის ცვლილების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ერთად მოიძებნოს ის ფინანსური რესურსი, რაც დაეხმარება სტარტაპებს და პატარა კომპანიებს IAF კრედიტების იქნება თუ სხვადასხვა გრანტების სახით განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა. ეს მოგეხსენებათ, რომ ყველა ნორმალური და განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ხერხემალი არის წვრილი და საშუალო ბიზნესი და ჩვენს გვინდა, რომ საქართველოში სწორედ ეს მიმართულება იყოს წამყვანი, რომ ხალხი გრძნობდეს, რომ თითეული ადამიანის შრომას აქვს დაფასება. დღეს როგორ არის ხომ, ანუ რაღაცა ფიქციური ეკონომიკური ზრდა გვაქვს მანიპულირებული, რომელიც არის აბსოლუტურად ყალბი და ეს არ იძლევა თითეული მოქალაქისთვის არაფერ ხელშესახებ ესე რომ ვთქვათ, საფუძველს. ამიტომ გვინდა, რომ რეალობაში გქონდეს ნამდვილი ეკონომიკური ზრდა ისეთ გარემოში, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება მომავალი და გარანტია იმისა, რომ წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში მას ეს დაუფასდება. სწორედ აი ეს არის ზოგადი ხედვები, რაც ჩვენ გუნდს გააჩნია. დეტალურად ჩაშლა, რა თქმა უნდა, იქნება ცოტა მოგვიანებით, უკვე რაც მას შემდეგ, რაც უკვე გუნდები საბოლოოდ ფორმირდება, ბევრი ხალხი შემოუერთდება და ამ ეტაპზე სულ ეს არის, რაც მინდოდა რომ ეთქვა, აუცილებლად უნდა შევცვალოთ რუსული რეჟიმი და თავისუფლება ყველა რეჟიმის პატიმარს. დიდი მადლობა ალექს. გადავალ მაშინ დავით მაღლაკელიძესთან. დავითი არის ამერიკაში ცხოვრების შინაგანი მედიცინის ექიმი, ჰოსპიტალისტი, მუშაობს ამერიკაში, იელის საუნივერსიტეტო კლინიკაში და არის ბუნებრივად ჯანდაცვის მიმართულებით მოძრაობის, ვთქვათ, კურატორი. მოგესალმებით, დავით, გასმით ჩემი ხმა? კი, ჩემი ხმაც თუ ისმის, გამარჯობათ. ხო. დავით, ნუ შენ ასე ვთქვათ სამედიცინო სფეროში მუშაობ, ახლოს ხედავ მანდ როგორ მუშაობს სისტემა, იცი საქართველოში არსებული გამოწვევები, ასევე ვიცით რომ საქართველოსდან ძალიან ბევრი ადამიანი აი როდესაც უვიზოზე ლაპარაკობდა მაშინ კობახიძეზე გვახსოვს რომ რა პრობლემაა სხვაგან წავლენ სამკურნალო, თუმცა ვიცით რომ აი საფრანგეთში განსაკუთრებით ჩვენი ბევრი მოქალაქე მიდის და იქ ასე ვთქვათ უფასოდ მკურნალობენ ამ ადამიანებს და ზოგადად ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენ ჯანდაცვის სფეროში. შენ როგორ უყურებ ამ გამოწვევებს და შენი თქვენი ხედვა როგორ არის გამოსავლის კუთხით, რა არის ის ასე ვთქვათ საკვანძო და ყველაზე კრიტიკული რეფორმები, რომელიც განსახორციელებელია ამ სფეროში? გამარჯობა, ჩვენიერი კითხვებია. პირველ რიგში მოგესალმებით ყველა მაყურებელს, იქნება ეხა თუ იქნება შემდეგში, ვინც ნახავს ამ ჩანაწერს. მადლობას ვუხდი იმ ჯგუფს, რომელიც ჯგუფიც ერთიანდება, აი თქვენ ახსენეთ ჯანდაცვის მხარეს კურატორიო, ნუ ჩვენ ყველა ვეძებთ როლს, ჩვენ ყველა ხვდებით რასაც შეიძლება რომ ვიყოთ ქმედითუნარიანი. მე შეიძლება დღეს რაღაცას ვაკეთებ და ხვალ შეიძლება სხვა ექიმმა გააგრძელოს ესეთი მსგავსი იდეების განხორციელება. საქართველოს პულსი და ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა ეს მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანი სიტყვებია. და ეს სიტყვები მოიცავს, მინდა რომ მივიდე თქვენ ამ კითხვის პასუხამდე. ეს მოიცავს დაახლოებით როგორც მნიშვნელობით სამ დაახლოებით ფაზას, რა პირველი არის არსებული საშინელების, არსებული რეჟიმის დესტრუქცია, შემდეგ რომელსაც მოყვება რაღაც გარდამავალი ფაზა, რომელიც მიიყვანს რაღაც გრძელვადიან ფაზაზე. ჩვენ ადამიანები, რომელიც სხვადასხვა პროფესიით მოღვაწეობთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ არ მოვახერხეთ კონსოლიდაცია და
გაერთიანება ძალების ის იქნება ჯანდაცვაზე, ის იქნება იურისტების, მიგრაციის, თავდაცვის თუ კომუნიკაციის თუ ნებისმიერ თუ ვერ მოახერხეთ ეს ჩვენი ეფექტურობა იქნება სათითაოდ დაყოფილი და ჩვენი საბოლოო ეფექტურობა იქნება წარუმატებელი. ამიტომ წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი მე თუ მაგალითად ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების მხარით ჩავერთვები ამ პროექტში და სხვა თავის შესაძლებლობას და თავის პროფესიონალიზმს სხვაგან დადებს. თუ ვიქნებით ბევრი და შემოვახერხებთ იმას, რაზედაც აი 9 პოსტულადზე, რაზედაც ჩემს წინა გამოსვლელი ჩემი თანაგუნდელი საუბრობდა, ამის მიხედვით შეგვიძლია რომ დაუშვათ გავერთიანდეთ და ბევრი ადამიანი შემოვიკრიბოთ და იმ მთავარ ქვაკუთხედს, რომელიც არის აი ამ რეჟიმის დესტრუქცია, რომელიც ჩვენი აზრით უნდა მოხდეს არაუგვიანეს ამ წელიწადისა და რა თქმა უნდა კონკრეტული დღეების არის 4 ოქტომბერი გამოსხადებული, რომელიც შეგვიძლია რომ ეს ამ იდეას შევასხათ ხორცი და ამოვისუნთქოთ. ამისთვის ჩვენ მე არ მინდა რომ მხოლოდ ჯანდაცვაზე და სამედიცინო განათლებაზე ვისაუბრო. ეს არის უკვე მეორე ფაზა. პირველი ფაზის დროს, პირველ ფაზაში მყოფ ადამიანებს დიდი დახმარება ჭირდებათ და ამ დახმარებისთვის საჭირო არის ხალხის მობილიზაცია. ხალხის მობილიზაცია ვერ მოხდება თუ ამ ხალხს არ აქვს იმის ხედვა რა მოხდება აი ამ დესტრუქციის შემდეგ. აი აქ უყურებ მე საკუთარ თავს, აქ უყურებ მე ჩემ საკუთარ პროფესიის გამოყენებას საქართველოსთვის. და შორ პერსპექტივაში თუ მექნება საშუალება რომ ჩემ საქართველოს ტერიტორიიდან დავეხმარო, იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და პრივილეგია. ჯანდაცვაში ძალიან ბევრი ახალი პროექტი შეიძლება რომ განვითარდეს და წამოვიწყოთ, მაგრამ ამაზე საუბარი დღეს ჩემი აზრით ცოტათი უფრო ნაადრევია. ზოგადი ხედვა არის ესეთი, რომ ჯანდაცვას ვისაც ესმის, სამედიცინო განათლებას ვისაც ესმის და სამედიცინო სერვისი და სფერო ვისაც ესმის, ეს ადამიანები ვეძებთ ერთმანეთს, ეს ადამიანები ვერთიანდებით და ვიწყებთ მოძრაობას და დაწყებული გვაქვს ეს და ვიწყებთ იმ ხერხემალზე უკვე ცოცხალი სხეულის აშენებას, რომელსაც შემდეგ უკვე მოყვება ამერიკული და ევროპული მედიცინა საქართველოში და არ იქნება თავკომბალისებური, რომელიც მხოლოდ გადანაწილებულია რომელიმე ქალაქებში, თბილისი იქნება ეს ბათუმი თუ ქუთაისი და ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება სტანდარტიზებული მედიცინა, როგორც გოლი, ეს რომელიც შეგვიძლია რომ შევასრულოთ. იგივე როგორც მედიცინაზე მე ვსაუბრობ, ანალოგიური ენთუზიაზმით საუბრობენ ჩემი თანაგუნდელები თავიანთ სფეროებზე, ამიტომ დაუთმობ მათ ასპარეზს ახლა საუბრის და დიდ მადლობას გეტყვით ყველა ადამიანს, ვინც შემოიკრიბებით ჩემი მხრიდან, რასაც ვთხოვ ხალხს და ვთხოვ აქტიურ ადამიანებს, მოვაწეროთ ხელი, გავერთიანდეთ, გქონდეს ერთმანეთის ნდობა და გავაკეთოთ საქართველოსთვის რაც არის აუცილებელი. ხალხის შეკრება, დიდი ხალხის მობილიზაცია იქნება პრევენცია იმისი, რომ არ მოხდეს სისხლისღვრა, იქნება ეს ოქტომბერში, იქნება ეს ნოემბერში თუ იქნება ეს დეკემბერში თუ როცა იქნება თუ მანამდე თუ როცა იქნება სისხლისღვრა უნდა ავირიდოთ თავიდან მხოლოდ ერთი რაღაცით, რაც არის ერთად ყოფნა და ერთად ბევრი ადამიანის დგომა. ეს თუ შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ჩემი აზრით ამაში ჩვენი რესურსების რისკის და ცხოვრების გაღება ღირს, იმიტომ რომ ერთმანეთი დავიცვათ და ერთმანეთის ვიყოთ სოლიდარულები. მოკითხვა ყველას, თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და გელოდებით შევერთდეთ და ერთად გავაკეთოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. დღეს როცა არის გასაკეთებელი ეხლა, იმიტომ რომ ადამიანები საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები მართლა იბრძვიან ფიზიკურად, არიან დიდი წნეხის ქვეშ და ბევრი დრო არავა. მოგკითხეთ და გამარჯვების მოლოდინით. მადლობა ამ აქტიურობისთვის და თქვენი ჩართულობისთვის და პასუხებისთვის. ჩვენ გადავალთ კეთი ჩიკვივალაძესთან. კეთი არის ისტორიკოსი და არაფორმალური განათლების სპეციალისტი. კეთი, გესმით ჩვენი? მოგესალმებით, თავარია ჩემი თუ ისმის, თქვენი მესმის. კი, თქვენი ხმაც ისმის. კეთი, ანუ ზოგადად მინდა რომ ყველა პრობლემას შევეხო და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, თქვენი პოზიცია, თქვენი მოძრაობის წარმომადგენლის პოზიცია მოვისმინო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თვითონ ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა, რომ 5500 ბავშვი გამოვიდა სკოლიდან, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მისი მშობლები წავიდნენ ემიგრაციაში. ახლა კეთი, შენ ამ პრობლემას როგორ უყურებ და როგორ ხედავ ანუ პერსპექტივას თუ ცვლილება არ მოხდა, სადამდე შეიძლება ამ ყველაფერმა მივიყვანოს?
ეს არის ძალიან საგანგაშო ციფრი, პრინციპში ორჯერ ნაკლებიც რო იყოს, ესეც საგანგაშო ციფრი არის, როდესაც ბავშვები ტოვებენ სკოლას და მიდიან საზოგადოებრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები ცხადია მარტო არ მიდიან და ისინი მიყავს მშობელს, მინიმუმ ერთ მშობელს და ნუ დაახლოებით ეს რო დავითვალოთ, დაახლოებით 15,000 ადამიანზეა საუბარი, ხო? ან ბავშვები და მშობლები. გასაზრებელია რატო ტოვებენ, ანუ რატო მიყავთ ბავშვები საქართველოდან და რატო გადადიან სხვა ქვეყნებში, ხო? ანუ ამერიკაში ეს იქნება ამერიკა, ისრაელი, არ ვიცი, ნებისმიერი ქვეყანა, რაც თავია მიდიან საქართველოდან. ეს არის ტრაგედია, ჩემი აზრით ეს არის ტრაგედია, როგორც პრინციპში ისტორიკოსისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც შეხებავს მასწავლებლებთან, ასევე სტუდენტებთან, უფროს კლასელებთან და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ტრაგედია არა მარტო ისტორიკოსისთვის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც იაზრებს თუ რა შეიძლება მოყოს ამას. მე მახსენდება ამასთან დაკავშირებით 90-იანი წლები, აი ესეთი ორი ისმა, ასე ვთქვათ, ფლეშბექი მაქვს, როდესაც ვიყავი პატარა, როდესაც დავდიოდი სკოლაში და მესმოდა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მიდიოდა საზღვარგარეთ და მშობლებს მიყავდათ, იმიტომ რომ აუტანელი წარმოუდგენლად რთული ცხოვრება იყო საქართველოში და ეხლაც ხდება იგივე. შეიძლება ნუ ვერ შევადარებთ, რა თქმა უნდა, 90-იანი წლების პირობებს, უშვებობას და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევასთან. ბავშვი მიყავთ, იმიტომ რომ შეიძლება იმ მომენტში ბავშვს არაფერი არ ემუქრება, მაგრამ მშობლები არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. ჩემს გარშემო არის ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, აი მართლა ყოველი ადამიანი, რომელიც წერს ან მეუბნება, რომ აი მე მივდივარ, უნდა დავტოვო, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, ქვეყანა უნდა დავტოვო და შესაბამისად მიყავთ ბავშვებიც. არ ვიცი, აი ვერ აგიხწერთ, დარწმუნებული ვარ, თქვენს გესმით, ჩემი მდგომარეობა, როგორი ტრაგედია არის ეს, როდესაც აი ესე ვხედავთ, რომ თანდათან მიდიან და ანუ რა სადამდე შეიძლება მივიდეთ, ხო? და იქ ბავშვები, როდესაც გადადიან სხვა ქვეყანაში, ძალიან პატარა პროცენტი დაბრუნდება უკან. თუ რა თქმა უნდა, ქვეყანა შეიცვლება, ჩვენ შევცვლით და ძალიან, რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან დიდი მუშაობა საჭირო. პირველ რიგში უნდა მოხდეს მთავრობის რეჟიმის ცვლილება, ბიძინა ივანიშვილის ცვლილება, რუსული კურსის მოშორება, რუსული რეჟიმის მოშორება, კრემლის გავლენის მოშორება და ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ, რაზეც იქნება უზარმაზარი სამუშაო. ეს სამუშაო დაკავშირებულია, ანუ ჩემთვის როგორც ისტორიკოსისთვის და ადამიანისთვის, რომელსაც შეხება აქვს განათლებასთან, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროში ძირეული ცვლილება უნდა მოხდეს განათლებასთან, სიტყვა მოიტანა და ამას იმიტომ ვამბობ. მაგრამ ის, რაც ეხლა ხდება, ანუ ახალგაზრდების გადინება, ხო? საუბარია ეხლა ანუ ამ 5,500 ადამიანში მოიაზრება სკოლის მოსწავლე, მაგრამ რამდენი ახალგაზრდა ანუ სკოლა დამთავრებული მიდის? თქვენ ანუ წარმოუდგენელი 100 ადამიანებიც მიდიან ჩემს გარშემო, რომლებიც ესე არის ამ სტატისტიკაში არ შედიან, მაგრამ სტატისტიკა სამწუხაროდ და ეს არის უდიდესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის. წარმოუდგენელი, ანუ ძალიან დიდი ხანი შეიძლება ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ ძალიან კომპლექსური თემაა, მაგრამ აი მარტივად მოკლედ რომ დამენახა ეს ძალიან ტრაგედიული სურათი, რავი, შევეცადე რომ უბრალოდ აი მაყურებლისთვის, მსმენელისთვის წარმომედგინა რამხელა კატასტროფასთან გვაქვს საქმე, როდესაც გენოფონდი გაედინება ქვეყნიდან. აი მაგალითად 7 წლის ბავშვი როდესაც გადის ქვეყნიდან, იქ იწყებს სკოლაში სწავლას, არ აქვს არანაირი შეხება ქართულ ლიტერატურასთან, ენა რჩება ოჯახში, მაგრამ თან ის ოჯახში რჩება ცხადია, მაგრამ ყოველდღიური ენა არ არის ქართული, მშობლიური ენა და რეალურად იდენტობის მორყევასთან გვაქვს საქმე. და წარმოუდგენლად რთული ამბავია ეს, ერთ-ერთი ყველაზე რთული ამბავია ჩემი აზრით, რაც ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა თავს დაგვატეხა. კი, გეთანხმები აბსოლუტურად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ზოგადად ქვეყნისთვის, სადაც დემოგრაფიული მშობადობის პრობლემა აქვს და პლუს გადინება გვაქვს ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა, კეთი. თქვენ მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, მე გადავალ მარეხი გურულთან, მოგესალმებით მარეხი. გესმის? მოგესალმებით, ლევან. ხო, მარეხი არის ასე ვთქვათ, ფინანსისტი, არის აუდიტი, ასევე აქვს მცირე საოჯახო ბიზნესი, ასე ვთქვათ, ტურიზმის სფეროში. მარეხი ქვეყანაში, ანუ ბოლო პერიოდში ხა ზაფხულია ვადევნებთ თვალყურს რა ხდება ტურიზმის კუთხით, ჭარბობენ ძალიან რუსი ტურისტები და ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთიდან. თუმცა ჩვენთან ნენელა ძალიან იზრდებოდა დასავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების ჩავარდა, ანუ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა. ამ კუთხით რა სურათი არის თუ იცვლება იმის ფონზე რა რიტორიკაც აქვს, ასე ვთქვათ,
ჩვენს ხელისუფლებას ევროპის მიმართ და ხო რამდენად საფრთხეც მიგაჩნიათ ის რომ აი დავრჩეთ ჩამოკიდებული აი რუს ტურისტებზე მხოლოდ და აი ამ საკითხს როგორ უყურებთ? საფრთხე ნამდვილად ძალიან დიდია. ევროპელების, ამერიკელების დაინტერესება საქართველოს ქართული ღვინით ყოველთვის ძალიან დიდი იყო და ეს ინტერესი წლიდან წლამდე მუდმივად იყო მზარდი. ბოლო პერიოდში ჩვენი სახელმწიფოს მეთაურების მიერ გაკეთებული განცხადებების მერე ეს მიდგომა პრაქტიკულად რადიკალურად შეიცვალა. ქალაქშიც რომ გახვალთ, სეგმენტი როგორ შეიცვალა ტურისტების ძალიან თვალსაჩინოა. ეს მიდგომა რომ ჩვენი ბაზრები არ იქნება გახსნილი ევროპის ბაზრები ჩვენთვის არ იქნება გახსნილი, არ იქნება ამერიკის ბაზარი ჩვენთვის გახსნილი და დამოკიდებული ვიქნებით ჩინურ-რუსულ ბაზარზე, თავისთავად პირველ რიგში იწყებს ხარისხზე ზემოქმედებას. ხარისხი აბსოლუტურად შეიცვლება. ჩვენ თუ არ ვიქნებით იმ საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებში მოქცეულები, თავისთავად შეიცვლება ეს ხარისხი. სეგმენტი ტურისტების ძალიან მნიშვნელოვნად არის, რა თქმა უნდა, შეცვლილი. უბრალოდ ქალაქში, რაიონებში გასვლა ამას ცხადყოფს. მე ბოლო პერიოდში კახეთში ვიმყოფები. ყოველ წელს ზაფხულს კახეთში ვატარებ დიდ პერიოდს და ძალიან თვალსაჩინოა ეს მდგომარეობა. მე ერთ რამის თქმა მინდა აუცილებლად რომ როდესაც კი არა და აუცილებლად დადგება ეს ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ საჭირო არის მხოლოდ ხელისუფლების ნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი, რომ რადიკალურად შეიცვალოს ყველა სფეროში მდგომარეობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად არც ერთ სფეროში დღეს არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ანუ ვერ ვიტყვით, რომ რომელიღაცა სფერო გამართულად მუშაობს და ჯანსაღად მუშაობს. ყველგან არის აბსოლუტურად პრობლემა. კიდევ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ჩვენს მოძრაობაზე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ბედნიერი ვარ, ამაყი ვარ, რომ ამ მოძრაობის წევრი ვარ. ამ ადამიანებთან ერთად ვქმნი ამ მოძრაობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აძლიერებს ამ მოძრაობას, ეს არის ემიგრანტები. მათი ძალის ხმევა. ეს არ არის მხოლოდ სახელი და გვარები, ესენი არიან ადამიანები, ვის უკანაც დგას ძალიან დიდი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მზად არიან ეს ადამიანები, რომ თავიანთი ყველა ეს გამოცდილება იქნება, შრომის უნარი იქნება თუ დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ მოახმარონ ჩვენ სამშობლოს და ჩვენ აუცილებლად ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. კი ბატონო. დიდი მადლობა მარია. ხო, თორნიკე ხო არ ჩაგვერთო შემთხვევით? კი, ლევან, აქ ვარ, მოგესალმები. სალამი თორნიკე. როგორ მიგიყვებით? თორნიკე ხო წარვადგენ, თორნიკე ვაშაკიძე არის პროფესიით ისტორიკოსი არის და ისტორიულად დამთავრებული საქართველოში, შემდეგ პოლონეთში სწავლობდა იაგელონის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის მაგისტრი არის. თორნიკე, შენი ასე ვთქვათ, ვინც პოლიტიკურ აქტივისტობაში, ასე ვთქვათ, აქტიურად ჩართული, შენი ბექგრაუნდი ცნობილია, ასე ვთქვათ რა. და ეს ანუ ვამბობდი, როდესაც კითხვა დავსვი, რომ აქ ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი არის, აი ხა რომ სხვადასხვა სფერო, სხვადასხვა იმით. აი შენთვის პირადად აი რა იყო და რა არის ის, რაც გაერთიანებს ამ მოძრაობასთან და ამ ადამიანებთან? კი ბატონო, მადლობა ლევან, პირველ რიგში მოწვევისთვის. რა მაერთიანებს ამ მოძრაობასთან? მე ნამყოფი ვარ შენ სტუდიაში როგორც სტუმრად, შესაბამისად მაშინაც შევეხეთ ჩვენ ამ თემას. პრეცედენტი პირველ რიგში ეროვნული კონსოლიდირებისა, უამრავი ადამიანი, უამრავი ასე ვთქვათ, განსხვავებული ხედვა, უამრავი ასე ვთქვათ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და პროფესიაც მათ შორის. ჩემი აზრით, აი ეს არის ზუსტად ის მთავარი ასპექტი და ის მთავარი მოცემულობა, რომელ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, იდეოლოგიას და ცხოვრების წესსაც მე მივსდევ, რომელიც აკლია საქართველოს ამ ეტაპზე და ქართულ საზოგადოებას. ეს არის ამ ტიპის კონსოლიდირება, როდესაც ერი და ერის ნაწილი და საზოგადოების ნაწილი ერთიანდება კონკრეტული ღირებულებების გარშემო, როდესაც ხედავს სახელმწიფოში და ქვეყანაში იმ ტიპის პრობლემას, როგორიც არის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე. მათ შორის ასევე ხედავთ, რომ რეჟიმი ყალიბდება უფრო და მეტ ავტორიტარულ, ასე ვთქვათ, სიურპრიზებს გვთავაზობს და ანალოგს პირდაპირ ავლებს ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის ბელარუსი, რუსეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩემი რწმენით, ნებისმიერი ასე დროს თომას ჯეფერსონის სიტყვებს
დავესესხები ამ შემთხვევაში და პატრიოტი ვალდებულია ნებისმიერ დროს დაიცვას თავის ქვეყანა, თავის ხელისუფლებისგან. შესაბამისად, ჩემი ამ შემთხვევაში როგორც რიგითი ერთი ქართველის და ასე ვთქვათ, ადამიანის, რომელიც წარმოვადგენ კონკრეტულ ჯგუფს, ასევე ჩემი თანამებრძოლების აზრით ვიცი ამ ყველაფრის გარშემო, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ნებისმიერ ამ ტიპის გაერთიანებაში, რომელიც ორიენტირებული იქნება, წინააღმდეგობა გაუწიოს ქართული ოცნების რეჟიმს, რომ ქვეყანა იქცეს აცდეს კურს პირველ რიგში და მეცაც ვიტყვი, აქ უკვე იდენტობის პრობლემა დააყენა ქართულმა ოცნებამ, ქართველი მამაკაცის და არა მხოლოდ მამაკაცის, რა თქმა უნდა, ქალისაც, რაობის და დაგვაყენა იმ დონეზე, რომ თურმე ეგ არის გათხოვების საფრთხე გვემუქრება და აბაუმი გინდათ ერს, რომელსაც გვაქვს 3000 სლოვანი ბრძოლის და საომარი ისტორია, ასე რომ ვთქვათ, და ბოლომდე დაწერილია ამაზე და ის სიამაყეც და ის ტრადიციაც, ის ყოველივე ეს ეროვნული ღირებულება, რაც წესით უნდა იყოს მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქართველისთვის, ამათმა დააყენეს კითხვის, უნდა მოახდინეს სრული ნიველირება ამ ყველაფრის. ამიტომ მე ნებისმიერ ასეთ წამოწყებას, რომელიც დაიწყო ეროვნული პულსის სახით, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერ და ვიქნები მისი ნაწილი, ასევე მეც და ჩემი თანამებრძოლებიც, ამიტომ მე ძალიან გამიხარდა, რომ მოვხვდი ამ გაერთიანებაში პირველ რიგში, ამდენ ადამიანს შევხვდი და ზუსტად ის მაძლევს მოტივაციას ამ ბრძოლაში ყველაზე დიდს, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად სხვანაირად უყურებენ სამყაროს, აღიქვამენ, მაგრამ უმთავრესი ღირებულება, ის რაც ეხება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს, რომლის ლიკვიდაციასაც ახდენს ქართული ოცნება დღეს, ჩვენ შეგვიძლია გაერთიანება და მინდა ეს პრეცედენტი იქცეს ტრადიციად, ასე ვთქვათ, საქართველოში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჟამს, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ხელისუფლება ცდება კონსტიტუციურ ნორმებს და ის მიდის დიქტატურისკენ. ეს იყო მთავარი მიზეზი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თორნიკე. არაფრის ლევან, არაფრის პირიქით. ხო, სანამ სტუდიაში გადმოვალ, ნანა, ჩვენთან ხარ? ჯერ კიდევ? დიახ. ხო, პირველ რიგში ვითყვი, რომ ახლა ძალიან შთამბეჭდავი იყო, მე ვფიქრობ, თითოეული ადამიანი და სიამაყე შეგვიძლია თქვა, რომ ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანები ყავთ გაერთიანებული და ხო, ვიდრე სტუდიაში გადმოვალთ და თქვენ ასე ვთქვათ, აღარ მოგასცენთ მაგით, თუ არის რამე რაც შენ გინდა დაამატო და რაღაცა ხაზი გაუსვა ცალკეულ რაღაცა ფაქტს თუ ამბავს. კი, მადლობა ლევან. უფრო ალბათ გავიმეორებდი, შეიძლება ასე ითქვას. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გადასარჩენია. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველების ასაშენებელი არის და ჩვენ ამისთვის კი უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ 4 ოქტომბრისთვის. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ იმისთვისაც, რომ როდესაც ამ რუსულ რეჟიმს გავუშვებთ და იქნება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში კრიზისი იქნება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ დროებითი მთავრობის დაკომპლექტებისთვის. ჩვენ ხალხი უნდა ვიყოთ, ხალხს უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ, ამაზე უკვე ნაფიქრი წინასწარ, რაც ვაკეთებთ რუსული რეჟიმის გაშვების შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, კრიზისში, ხო? და ამაზე წინასწარ უნდა გქონდეს ჩვენ, ასე ვთქვათ, ხედვა, ჩვენს გუნდს ექნება აუცილებლად ხედვა, მაგრამ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი არის სხვა ჯგუფებსაც გქონდეს ეს იქნება ეს დიასპორული, იქნება ეს საქართველოში აქტიური ჯგუფები თუ ასევე პოლიტიკური ჯგუფებით, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს კრიზისი ჩვენმა ქვეყანამ სათანადოდ გაიაროს და მივიდეთ სამშვიდობომდე მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რასაც ქვია გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რასაც ქვია ხელახალი არჩევნები და ზუსტად ამ ხელახალ არჩევნებზე უკვე როგორც საქართველოში მცხოვრებმა, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მისცემენ ძალაუფლებას, ლეგიტიმაციას და აქამდე უნდა ჩვენ ასე ვთქვათ, დიდი როლი უნდა ვითამაშოთ, რომ აქამდე მივიდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ამაში ჩვენ გვჭირდება, რა თქმა უნდა, გვჭირდება ერთობა, რა თქმა უნდა, გვჭირდება სხვადასხვა პოლიტიკურ და ასევე
პარტიულ და ასევე აპარტიულ ჯგუფებსაც გვჭირდება ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩვენ არ ვეუბნებით ყველას, რომ მოდი ყველა ჩვენ შემოგვიერთდით, ხო? ჩვენ არ ვეუბნებით, არსებობს ამ ბრძოლაში პარტიული ადამიანები, არსებობს პარტია, არსებობენ რომლებიც ასევე ვინც ემზადება 4 ოქტომბრისთვის რუსული რეჟიმის დასასრულებლად, რომლებიც არიან ჩვენი გადმოსახედიდან ასევე თანმიმდევრულები, პრინციპულები და სადამდეც ესენი დარჩებიან თანმიმდევრულები და პრინციპულები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით, დავრჩებით მათ მოკავშირეებად, ასე ვთქვათ და იმ ქუჩის ბრძოლაშიც ვიქნებით ჩვენ ერთად. მაგრამ წინასწარ იმის განსაზღვრა, რა იქნება შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის და მოუწოდებდი და ვთხოვდი აბსოლუტურად ყველა ჯგუფს, რომ ამაზე ვიფიქროთ, ამაზეც იყოს ხედვა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი დრო, როგორც ჩვენ მაგალითად 4 ოქტომბრისთვის მზადებისთვის არ გვაქვს რეალურად დიდი დრო, სადღაც თვენახევარი არის დარჩენილი, ასევე 4 ოქტომბრის შემდეგ რა იქნებაზე უნდა გქონდეს, უნდა მოვასწროთ ახლავე, ასე ვთქვათ, შეთანხმება, მინიმუმ ხედვის ჩამოყალიბება. ეს იქნებოდა ეს ყველაფერი სამის ნაწილია, მე მგონი ეს საუბრებიც მათ შორის. დიახ, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ნანა, თქვენ ასე ვთქვათ, ჩართულ ადამიანებს აღარ მოგაცდენ დაგემშვიდობებით და ჩვენ უკვე სტუდიაში გავაგზავნებთ თქვენი მოძრაობის წევრებთან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. პირიქით, თქვენ მადლობა ძალიან დიდი. ხო, გადმოვინაცვლოთ უკვე ჩვენა. მართლაც ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, თითეული მათგანი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი ადამიანები ესე აქტიურად არიან ჩართული, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი ყველას გვაწუხებს ის რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ აი ყველა ჩვენი რაღაცეებით ყოველდღიურობით ვართ დაკავებული. წეგამ საუბრობდით, ხუმრობთ ვიღაცებს კი გონია რომ ვინმეს რაღაც ფულს უხდის, გაგვიხდის ვინმეს რამეში, მაგრამ იქით ხარჯავთ რეალურად და რაღაც რესურსი ჭირდება თან რაღაც მუშაობთ იქ და ვცდილობთ რაღაც გადავანაწილოთ და ამიტომ ხო ძალიან სასიამოვნოა. ხო, ირაკლი, შენც დავიწყებ. ირაკლი მილაძე არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტიური წევრია და აქტივისტია პროტესტში ჩართული. ხო, რაღაცა ყველა თემაზე და იმ პრობლემებზე რაც ქვეყანაში არსებობს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შევეხეთ და ერთ-ერთი არის კიდე ეკოლოგია, ისეთი ძიმე თემაა რეალურად. ცოტა ხნის წინ გავრცელდა რაღაცა ვიდეო იყო, ზღვაზე არ მახსოვს ქობულეთში თუ სადღაც არის პირდაპირ კანალიზაცია გონიოში. თუ გონიოში ხო, რა ეს პირდაპირ და ნაპირზევე რო ჩაედინებოდა, რაც ნუ არ ვიცი კატასტროფა არის და ნუ მაგის გარდა საერთოდ ანუ ადამიანები ვერ ხვდებით, ანუ ეკოლოგია რაღაცა მარტო ის არ არის. რაღაცა ეს რომ სუბთაიანოვის გადადის მე დანაშაულებში და მათ შორის აი სიმსივნის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ჩვენთან პირდაპირ მიბულია ძალიან ბევრი მიმართულებით. ხო, ანუ ამ კუთხით რა შეგიძლია თქვა, მათ შორის მნიშვნელოვანია აი ხო ევროპა რატო გვინდა ერთ-ერთი ვფიქრობ ეგ არის ხო იქ ბევრად უკეთესი სიტუაციაა. შენი ხედვა როგორია ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა ყურადღებისთვის და მოწვევისთვის. ჩემი სამოქალაქო აქტივიზმი სწორედ იწყება ეკოლოგიის თემებიდან. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა უფრო ფართოდ დავინახე ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება და აი ეს ეკოლოგიური მდგომარეობა ჩემს ქალაქში კასპში არის ძალიან კრიტიკულ დონეზე. ხო, კასპი ცნობილია რომ საერთოდ პრობლემაა. ერთ-ერთი მოწინავეა კასპში რომ არ თქვა ერთადერთი, შეიძლება ერთადერთიც იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველა შემთხვევაშია რომ იქ არის ონკოლოგიური დაავადებები გავრცელებული და ჩვენ კონსტიტუცია გვეუბნება, წერია კონსტიტუცია, კი ახლა დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აინტერესებს კონსტიტუცია, მაგრამ იქ წერია რომ საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ უფლება ცხოვრობდნენ ჯანსაღ გარემოში და მასზე ზრუნავდნენ. შესაბამისად ვიყენებ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას რომ სარგებლობდე სუფთა გარემოთი და ასევე მასზე ზრუნავდე და დაახლოებით 2016-17 წლიდან ვიწყებ აქტიურ ქმედებას ამ კუთხით. იქ არის ცემენტის ქარხნები და ერთ-ერთი მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე, რომლის ცრუ პროპაგანდის საშუალება იმედით სწავლობს ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას არ წმუნდებენ რომ თურმე მათი ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ჩვენი საზოგადოების მშვიდ ცხოვრებას. ჩამოვიდნენ კასპში და ნახონ ერთი რა ვითარებაა ამ კუთხით. ალბათ ყოველი მეხუთეს აქვს ონკოლოგიური დაავადებები და ძალიან ფართოდ გავრცელებულია სიმსივნური დაავადებები. იმის გათვალისწინებით რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სიმსივნესთან ბრძოლის მექანიზმები გავრცელებული და დამკვიდრებული და ქართველებს
უწევთ საზღვარგარეთ წასვლა, აი ამ შესაძლებლობასაც გვართმევენ, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, რასაც ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება ჰქვია და უვიზოთ შეგვიძლია იქ წასვლა, არა მარტო სხვა რაღაცა სიკეთეების გამო, არამედ აი სამკურნალოდ, რაც არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, ისეთი დაავადებები ვრცელდება. ქალაქის ცენტრში გადაადგილდებიან მანქანები, რომლებიც ცემენტის ქარხნიდან გამოდიან დაბინძურებული დატვირთვის მომენტში ბინძურდება, იქ არ ირეცხება წლების წინ, ათეული წლების წინ იყო ეს შესაძლებლობა, რომ აი როდესაც მანქანა იტვირთება, იმ მომენტში ბინძურდება და ის ცემენტი შემდეგ უკვე იფრქვევა გარემოში, როდესაც გზებზე გამოდიან. ამას გარდა არის ეგრეთ წოდებული ქვის სამტეხრო დრაბილკებს რომ ეძახიან. მდინარეებზე და ანადგურებენ უნიკალური მტკვრის ჭალა არის კასპში, რომელიც ალტერნატიულ საშუალებას გვაძლევს ჰაერის გავრცელების. იმ ვითარებაში, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ის უკვე ნახევარზე მეტი განადგურებულია. ამასთან დაკავშირებითაც მე აქტიურად ვიყავი ჩართული აქ პროცესებში, გვატარეს პოლიციაში ხელწერილების ის დაწერა, რომ არ ვაძლევდით საშუალებას იქ მანქანებს გამოეტანათ ის ხელში და ტრაქტორებს ამოეღოთ ის მინერალები. Salke ჰაერს აბინძურებენ, salke წყალს კი, და მაგის გარდა კიდევ ტყე, რომელიც აუცილებელია და ძველი ქართული ნათქვამიც არის, რომ ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენივალია და ასევე გოეთეს რომ დავესეს ხო, როგორც მოექცევი ბუნებას, ისე მოგიქცევა ბუნება შენ. აგერ ვნახეთ რა მოხდა წლების წინ რაჭაში, შოუში ტრაგედია კარგად ვიცით. ბორჯომში რა მოხდა კიდე, რა მოხდა ვერეს ხეობაში, აქედან სულ რაღაც 1 კილომეტრში. ამიტომ ჩემი მიზანი რაც არის დღევანდელ საქართველოში არის ის, რომ სუფთა გარემოში ვცხოვრობდით. ამ გარემოში კიდევ არის, რა თქმა უნდა, ცხოველები, რომლებიც არ არიან დაცულები და გუშინ გავიკეთე ბოლო ვაცრა ცოფის საწინააღმდეგო ძაღლმა მიკვინა ქუჩაში. ქუჩის ძაღლმა, უპატრონო ძაღლმა. და ამ ქვეყანაში ესეც მოსაგვარებელია. მე აი ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი დავინახე ამ მოძრაობაში და აქამდეც მე შეხება მქონია სხვადასხვა მოძრაობებთან, რაღაც თუნდაც პარტიასთან, მაგრამ მოძრაობა, რომელიც ნიშნულობას ანიჭებს ასეთ თემებს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი სიმსივნით გარდაიცვალა. დავხედავ რა თქმა უნდა იმ კომპეტენტურ ადამიანებს თავის საქმეში, რომლებიც ახლა თქვენი ხილეთ და რომლებიც არა რაღაც დაზეპირებული ფრაზებით საუბრობენ, არამედ კარგად აქვთ გააზრებული პრობლემის არსი და ამ პრობლემის არსის გააზრებაც არ არის მთავარი. მთავარი არის როგორ მოაგვარებ და ამას გვთავაზობენ. შესაბამისად, ამ ერთობაში რომელსაც შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ერთადერთი განმათავისუფლებელი მოძრაობა 90-იანებში და 80-იან წლებში იყო, მაგრამ ნებისმიერ ეპოქას და დღეს ახალ ეპოქაში ვართ, ახალი გამოწვევების წინაშე ვართ. ფაქტიურად თავისუფლები არ ვართ და გათავისუფლება გვჭირდება. ხო, იმ ადამიანებმა შეძლებს იმდენი, რომ 70 წლიანი წითელი ტერორი, კომუნიზმი დაემთავრებინათ. ჩვენ აი ამ შენარჩუნება გვიწევს და მე რა კოსტავა ამბობდა, რომ მოვიპოვებთ თავისუფლებას, მაგრამ უნდა გაუფრთხილდეთ. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ, რომ ვუფრთხილდებით ამას და ვიცავთ, რომ არ დავკარგოთ ისევ და 1921 წელი არ განმეორდეს, სადაც საქართველოს თავის არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა საერთაშორისო ველზე და ასე რა თქმა უნდა ქვეყნის შიგნით დაკარგა. შესაბამისად, ჩვენი, პირადად ჩემი ინტერესი ამ მოძრაობაში არის ის, რომ ახალი ეროვნული მოძრაობა ყველა თაობას აქვს მოსაგები, როდესაც ჩვენ ყავს ჩრდილოელი მეზობელი და კიდევ არ დავასახელებ, რომლებიც კიდევ რაღაც პრეტენზიებს გვიყენებენ, რომ აქ თავიანთი ინტერესები გაატარონ. ასე და ამგვარად ვარ ამ მოძრაობაში და ვებზადებით ჩვენ 4 ოქტომბრისთვის, მაგრამ 4 ოქტომბრამდე ასევე აქტიურად ვართ ჩართულები ყოველდღიურ ბრძოლაში და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ჩვენი სიტყვა, რა თქმა უნდა, არის იმ ბრძოლის ნაწილი, რაც ბოლოში მოიტანს შედეგს და ჩვენ არ ვაპირებთ დამარცხებას, ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აუცილებლად. მადლობა, ირაკლი.
სალომესთან გადმოვალ, მოგესალმები სალომე. სალომე არის საჯარო მაგისტრი, ადმინისტრების მაგისტრი და არის ადამიანი, რომელიც ვინც ადევნებს თვალს აქტიურად, ასე ვთქვათ, ამ აქტივობებს, რეგიონებში დადიან ადამიანები, კომუნიკაცია აქვს მაგთან, გაზეთები ჩაქვთ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში და ჩვენ, ასე ვთქვათ, პირდაპირ არ შევხვდებით იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც საქართველოში ძალიან მძიმე დგას და ყველა ვიცით. ხო, ანუ შენი ხედვა როგორ არის აი მათ შორის, როდესაც რეგიონებში ჩავდივართ ადამიანებთან კომუნიკაციისას, ანუ ხელისუფლება გამტკიცებს, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად არის, ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ვერ ვაჩერებ დუხს ისე. ხო, აი შენი რეალური შეხება როგორია მოსახლეობასთან, შეხვედრიდან გამომდინარე, შენი რეალური აღქმა და ხო, ანუ რა არის ამ მიმართულებით, რაც უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში. მადლობა ლევან პირველ რიგში დროისთვის, რომ დაგვითმეთ და მოგვიწვიეთ და ასევე მივესალმები მსმენელებს. სოციალური პრობლემები საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ბევრია და ყველა კუთხე კუნჭულში და ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, განსაკუთრებით რეგიონებში, როდესაც დავდივართ. მე ვხედავ აი მაგალითად ევროპაში მოგზაურობისას მინახავს რაღაცა ფერმერები, მიწათმოქმედები, რომლებიც პირდაპირ ვიტყვი, რომ ყველაზე მდიდრები არიან, მაგალითად ბავარიის მიწა გერმანიაში ყველაზე მდიდარი მიწა, იმიტომ რომ ეს ადამიანები შრომობენ მიწაზე და მართლა ყველაზე მდიდრები არიან, ანუ ეს ჩანს ყველა მხრივ მათი რაღაცა უძრავი ქონებით და ნუ ყველანაირად. და ამის საპირწონედ საქართველოში როდესაც დავდივარ რეგიონებში და ვხედავ ასეთივე მშრომელ ადამიანებს, რომლებსაც ბევრად უფრო მეტი შრომის და ადამიანური რესურსის ჩადება უწევთ იმისთვის რომ მიიღონ ის, რასაც იღებენ და შემდეგ ბაზრებში ყიდიან, უბრალოდ რომ იარსებენ ამისთვის, ხო, აი ვერც კი შევატარებ უბრალოდ მატყოფას იმათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გულისხმობ ამ შემთხვევაში მატყოფასთან, ხო? პირველ რიგში სადამ აი კონკრეტულად სოციალურ პრობლემებზე გადავიდო და მინდა ვთქვა, რომ აი რეჟიმი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უქვემდებარებს საპრეზიდენტო შტოს და მერე ქმნის რაღაცა იმპოტენტ ფსევდო დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც არის მაგალითად იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ქვეყნდება, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები და უვადოდ რადგან დაინიშნებენ იქნებიან კიდევ უფრო დამოუკიდებლები და ჩვენ ვხედავთ როგორ დამოუკიდებლობიც არიან, ამ რეჟიმს ნამდვილად არ აწყობს გამართული სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც საწინდარია ძლიერი საზოგადოების შექმნისა, რომელსაც არ მოუწევს არც არჩევნებამდე, არც არჩევნების პროცესში და არც მას შემდეგ თავისი ხმა გაყიდოს 25 ლარზე, არც 100 ლარზე, არც 400 ლარზე, საერთოდ რაღაცად ექნება იმის ფუფუნება, რომ ღირსება და რაღაცა პრინციპები გააჩნდეს. მე ამ ადამიანებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობენ, მესმის, რომ რაღაცაერთ უწევთ თვითგადარჩენისთვის, თუნდაც რაღაც დათმობებზე წავიდნენ და პირველ რიგში იზრუნონ იმაზე, რომ რაღაც საკვების სარჩო გააჩნდეთ, ხო? აი მაგალითად ავიღოთ პენსია, ანუ 70 წლამდე ადამიანებისთვის საქართველოში არის 350 ლარი გამოყოფილი პენსია. 70 წლისამე თუ 450-ია, აი ამდენით ბევრია და შედარებისთვის მინდა მოვიყვანო აი პატიმრების დანახარჯები. საქართველოში 25,000-დან 30,000 ლარამდე იხარჯება ყოველთვიურად თითოეულ პატიმარზე. ანუ ესე იგი რა გამოდის, სახელმწიფო გეუბნება პენსიონერებს, რომ 450 ლარად თქვენ ირჩინეთ თქვენი თავი, მაგრამ მე პატიმარს, რომელსაც ნუ იდეაში უფრო მეტი ნაკლები უნდა ჭირდებოდეს ვიდრე პენსიონერს, რადგან ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე მეტი გადასახადები და რაღაც ხარჯები ექნება, ის ვერ ახერხებს რომ არჩინოს. გასაგები რომ აქ პროგრამების დანახარჯებით შედის, მაგრამ ეხლა ხვდებით რომ შედარების მხრივაც ჩანს უკვე როგორი არარეალურია. ეს უბრალოდ არის მესიჯი სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მხრიდან, რომ უბრალოდ არ აინტერესებს ეს ადამიანები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც დაინტერესებს, პირიქით ურჩევნია, რომ სუსტი საზოგადოება ყავდეს და ჩვენმა თანამებრძოლებმა ასევე ახსენეს დემოგრაფიის პრობლემა. ნუ აი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე გუშინდელდა ბევრად უარესია და ხვალინდელი კიდევ ბევრად უარესი იქნება, იმიტომ რომ ბიუჯეტს, რომელიც გვიხარია ხოლმე რაღაც 25 მილიარდს რომ მიუახლოვ და ძალიან გაგვიხარდა, რეალურად ივსება ადამიანებით, რომლებიც შრომობენ და შრომელი ძალა გადის ამ ქვეყნიდან, კიდევ უფრო მეტი გავა თუ ვერ შევძლებთ და ვერ დავამარცხებთ ამ რუსულ ურჩხულს და რეალურად ვინღა შეავსებს ხო ამ ბიუჯეტს. ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოვა თავისი ჯიბიდან, არ გაიმეტებს 25 მილიარდს დამიჯერეთ, არც აქვს ამდენი და რეალურად ეს სოციალური პრობლემები მოუგვარებელი იქნება ყოველთვის ამ ქვეყანაში, თუ კი არ შევცვალეთ სისტემა. ჩვენი მიზანი არის რეალურად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვებრძოლოთ ამ ურჩხულს, რომელსაც ყველანაირი ძალაუფლება ხელთ უპყრია და საკმაოდ რთულია მასთან ბრძოლა.
მეტად როგორც უკვე ახსნა რეგიონებში დავდივართ და ყველა გზით ჩვენი ხარჯებით ვცდილობთ რომ ადამიანებს ველაპარაკოთ, ჩავუნერგოთ ისევ იმედი და დავარწმუნოთ რომ თვითონ მოქალაქეებზე არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ბედი და არ შეიძლება ვიღაცის იმედი გქონდეს და ვიღაც ერთ ადამიანს ველოდებოდეთ. ხო, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, ეს უნდა შევცვალოთ და კიდევ შემიძლიათ ამბავი ვისაუბრო სოციალურ პრობლემებზე, რაც საქართველოში გვაქვს. ეს ასაუბრო სამწუხაროდ ბევრია. მაგრამ თქვენ მოგცემთ ახლა დროს ისაუბროთ, მადლობა. გურანდასთან გადავალ, გურანდა ძაგნიძე, ასევე არის ექიმი, რომელიც გერმანიაში მუშაობს, ცხოვრობს და დღეს უკვე მე რამდენად ჩამოხვედით ბოლო პერიოდში, მოკლედ ჩამოდის საქართველოსთან ადამიანები თუ ჩამოდიან და მიდიან სადაც დასასვენებლად თავისუფალ დროს, გურანდა არის ადამიანი, რომელიც ამ თავისუფალ დროს იყენებს იმისთვის, რომ იბრძოლოს და იყოს ამ ბრძოლის ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის. მადლობა ბრძოლისთვის და გურანდა მოგვიყევი ეხანდელი ასე თქვა შენი ბჭყალებში ეს ტური რას მოიცავდა, რა მიზანს ემსახურებოდა და ზოგადად რა შტაბეჭდილება გრჩება ამ პროცესებიდან გამომდინარე იმის რაც ხდება ყოველ ჯერზე ჩამოსვლისას. მადლობა ლევან მოწვევისთვის, მადლობა სტუდიის დათმობისთვის, ჩვენ ადრე შევხვდით ერთმანეთს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ თავისუფლება სინდისის პატიმრებს ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დღესდღეობით ჩვენ გვაწუხებს და ცოტა ხნის წინ მითხარი მადლობა და ანუ იმ ადამიანებს, ვინც მე მადლობას მეუბნებიან, მაშინვე ვუბრუნებ, არანაირი მადლობა. ეს არის ჩემი როგორც რიგითი ქართველის მოვალეობა და სამადლობელი არაფერია. მე ამას აღვიქვამ როგორც ვალდებულებას და სიამოვნებით ვაკეთებ ამას ჩემი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ახლანდელ ჩამოსვლას, ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ მთავარი მიზანი ამჟამინდელი ვიზიის ისა არის, რომ მე დავდივარ რეგიონებში სხვა აქტიურ ადამიანებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად ჩვენ დავდივართ რეგიონებში, რათა მათ სიმართლე მივაწოდოთ, მივაწვიოთ ხმა ციხიდან. ვესაუბროთ აგრეთვე იმ პრობლემებზე, რაც ძალიან ბევრი დაგროვდა ჩვენ აგრეთვე ჩვენი მოძრაობის საქართველოს პულსის გაზეთსაც ვავრცელებთ, სადაც ჩვენ შევეცადეთ ის მოკლედ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენს გუნდთან ერთად თუ რა სიკეთეები შეუქმნია, ასე ვთქვათ, მოუწია ევროკავშირს ჩვენთვის, რა სიკეთეა უვიზო მიმოსვლა, თუნდაც იმ ავადმყოფი ადამიანებისთვის, რომელთათვის ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ გაიქცნენ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, საქართველოს გაიქცეთ იმ ქვეყანაში, სადაც მათ უფასო კვალიფიციური სამეცნიერო დახმარება ეგულებათ. პრობლემები მართლაც ბევრია და მე ძალიან მადლიერი ვარ ამ პროცესის, რასაც რეგიონებში გასვლა ჰქვია. რადგანაც ბოლო, ანუ ყველა გასვლის დროს კიდევ და ნებისმიერ ყოველ შემდეგ გასვლაზე მე დავწუნდი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ ადამიანები ხვდებიან სხვადასხვა მოდი ესე ვიტყვი ჯიშის თუ ანუ სხვადასხვანაირი ადამიანები ხვდებიან, მაგრამ მასა არის უკმაყოფილო და ამას ყოველ ჯერზე ვწუნდები. დღეს მაგალითად ვიყავი მორი გასვლაზე ზესტაფონში და მე ნებისმიერ ადამიანთან ვშელობ იმ პრობლემებზე, რაც გაგვაჩნია. პრობლემები უამრავია. სინდისის პატიმრები, უსამართლო სასამართლო, დაუცველობის შეგრძნება, განუკითხაობა, კორუფცია, ტყუილი, არაპროფესიონალიზმი და ყველანი მივდივართ იმ დასკვნამდე დიალოგში, რომ თუ ესე გაგრძელდა და ამ ქვეყანაში ბავშვის გაზრდა, ახალგაზრდა თაობის გაზრდა იქნება შეუძლებელი. ან უნდა უთხრა შენ შვილს, რომ შვილო შენ ვიღაცა რომ გეტყვის, მოდი ესე გააკეთე, შენმა შვილმა უნდა თავი დახაროს და ჩვენ 300 არაგველის და 9 ძმა ხერხეულიძის ერმა უნდა გავზარდოთ ისეთი შვილები, რომლებიც ჟარგონზე ვიტყვი ჩმორები იქნებიან და ჩვენ არ გვინდა ეს და ამიტომ ამას ყველანაირად შევებრძოლებით. დღეს მაგალითად ერთ ქალბატონს ვესაუბრე ბაზარში და აი პირდაპირ ვკითხე, ქალბატონი იყო პენსიის ასაკისა და ვკითხე, როდის გეგმავს შვებულებაში წასვლას და აი წარე სიცილით მიპასუხა, რომ რას ამბობ შვილო, რა შვებულებაო, მე ყოველდღიურად უნდა გადავიხადო აქ ქირის თანხა. პენსიონერს არა აქვს იმისი ფუფუნება, რომ ერთი დღე დაისვენოს, შაბათ და კვირას გამოდის, რომ თავი გადაირჩინოს. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმისი ფუფუნება, რომ მოვდუნდეთ
ჩვენ ყველანი უნდა დავირაზმოთ, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ყველა დიალოგისას აღვნიშნავ, რომ ჩვენი მოძრაობა დაფუძნდა ემიგრაციაში და მოიცავს ემიგრანტ და არაემიგრანტ ქართველებს. და რომ ჩვენთვის ემიგრანტებისთვის ადგილზე მყოფი ქართველები არიან იმედი და ჩვენ ვართ ადგილზე მყოფი ქართველების იმედი და ეს ორმხრივი კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის თქმა მინდა ჩვენი მოსახლეობისთვის და ის რომ 4 ოქტომბრისთვის ჩვენ ვემზადებით რუსული რეჟიმის დასამხობად, ნაწილი ემიგრაციისა ჩამოვა 4 ოქტომბრამდე უფრო ადრე, ნაწილი ჩამოვა 4 ოქტომბრისთვის და ჩვენ ამას ერთდროულად შევძლებთ. და კიდევ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მეორე ნომერსაც ქმნით საქართველოს პულსისა, სადაც სწორედ ჩვენი სტრატეგია, ჩვენი მოძრაობის სტრატეგია იქნება გადმოცემული და კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ 4 ოქტომბერს ვემზადებით რუსული რეჟიმის დასამხობად და ბოლოს მინდა აუცილებლად ვთქვა ჩემთვის ძალიან ძვირფასი სიტყვები, აი რამდენიმე დღის წინ გავიგე სიტყვები. პოლონეთის ჰიმნში არის ესეთი სიტყვები. პოლონეთი არის მხოლოდ მანამდე ცოცხალი, სანამ ჩვენ ვიქნებით ცოცხლები. და რადგანაც ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას, ჩვენ არ ვჩერდებით და ვიბრძვით, საქართველო არის ცოცხალი და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა ლევან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა რომ ხართ ამ ბრძოლის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ბრძოლა არის უმნიშვნელოვანესი, ისედაც ზოგჯერ შეიძლება რაღაცა განსხვავებული ხედვები გქონდეს, მაგრამ როდესაც ვიცით საერთო მიზანი რა არის, შეიძლება ესეც ჯობდეს, რომ ყველამ ჩვენი ასე თქვათ, რეისის გვჯერა ის ბოლომდე ვაკეთოთ და ვიღაცას აუცილებლად გამოგვივა და აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ესე თქვენსავით არ ჩერდება და არაპირებს გაჩერებას და ამას ვერ გააჩერებს ჩემი აზრით ვერაფერი. ასე რომ დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ყველა ამ ადამიანს და მადლობა მაყურებელს და იმ ადამიანებსაც, ვინც გვიყურებს და ვინც ასე თქვა ჩვენი თანამოაზრე არის და ვინც დგას პროტესტში ჩვენს გვერდით. შემიძლია რაღაც დავუყო. მე მინდა კიდევ მიმართო მაყურებლებს, რომ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია Facebook-ს გვერდზე გვაქვს ჩვენ გაწევრიანების ლინკი, სადაც შეუძლიათ გაეცნონ ჩვენს სტრატეგიას, ხედვას და სურვილის შემთხვევაში კი, როგორც Pulse of Georgia-ს ასე შეუძლიათ მოძებნონ Facebook გვერდით. კი ბატონო, კი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეძლოთ რაღაც გაერთიანება და ერთიანად ორგანიზება. აუცილებლად. დიდი მადლობა და დროებით.